საღამომშვიდობისა ჩემო საყვარელო მეგობრებო, სრულიად საქართველო საყვარლებო, ძალიან გთხოვთ მომისმინეთ და ნუ ასკროლავთ. რაზე არის საუბარი? საუბარი არის სრულიად საქართველოს ვითარებაზე, რომელიც დღეს ჩვენ გვხდება ყველა ნაბიჯში. სამ მაგალითს მოგიყვებით იმასთან დაკავშირებით, თუ რამხელა ჯადოქრობები მიმდინარეობს ამ ქვეყანაში. პირველი, მოგესალმებით, ჩემო მიერ და ერთი. პირველი, მინდა გითხრათ. ერთი კვირის წინ, როდესაც ჩვენ ვიყავით ჯვარზე ასული, აქ გამოჩნდნენ რამდენიმე დაფიქსირდა რამდენიმე სახე ჩემს ვიდეოში, ანუ ჩემს ლაივებში. მინდა გითხრათ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც მარინა მოგესალმებით. ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩემს ვიდეოში გამოჩნდება და ჩემთან დაფიქსირდება, ძალიან ძლიერია. იცოდეთ, ყველაზე ძლიერი ადამიანები, რომლებიც ბედავენ ჩემს ვიდეოებში დაფიქსირებას, ესენი არიან რჩეულთა შორის რჩეულები. და რატომ ახლა გეტყვით? მინდა გითხრათ, რომ 2 წლის მანძილზე, აი ამ 2 წლის მანძილზე, იმ დღიდან, როდესაც მე დავიწყე საპატრიარქოს მხელა მართებულად, ანუ სრული ლეგიტიმურობით, სრული უფლებით და სრული სამართლიანობით, ამ დღიდან დღემდე მოყოლებული ხორციელდებოდა არაერთი მაგიური ჩარევა ჩემს წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, მე უკვე განვაცხადე ჩემს წინა ლაივებში და ეხლაც მინდა განვაცხადო, რომ რჩეულებს ვერც ერთი მაგი, ვერც ერთი ჯადოქარი, რაც არ უნდა ძლიერი იყოს და ათეულში შედიოდეს, ვერ მოერევა. მინდა გითხრათ, იმიტომ ვერ მოერევა, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არიან უშუალოდ ქრისტეს რჩეულები და ქრისტეს წინააღმდეგ ვერც ერთი ჯადო ვერ ჭრის. იცოდეთ, ნებისმიერი რჩეული, რომელიც ქრისტეს თავისთვის ყავს ამორჩეული და თავის საძმოში არის გაწევრიანებული, ეს ადამიანი, ანუ გაწევრიანებული იმ მხრივ, რომ ზეცაში უკვე ჩაწერილია მათი სახელები, ამ ადამიანის წინააღმდეგ ვერც ერთი ჯადოქრობა ვერ გაჭრის. შეიძლება ოდნავ დისკომფორტის შეუქმნას ამ ადამიანებს, გააჩნია რა დონეზე არიან ისინი დაბინძურებული თავისი ცხოვრებისეული წესი და კანონებიდან გამომდინარე, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანს რაც არ უნდა დისკომფორტი შეექმნას ჯანმრთელობის სახით, სოციალური სფეროს სახით, მას ჯადოქრობა ვერ დააზიანებს. ეხლა მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანებთან შორის, რომლებიც უკვე ჯვარზე გამოჩნდნენ ჩემს ლაივებში, მათაც ჰქონდათ ეს გამოცდა, გაიარეს ეს გამოცდა წარმატებით, მეგობრებო, და მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოთ, აბსოლუტურად ყველა რჩეული. ვინც კი თავს თვლის რჩეულად, ან კი მოწოდება აქვს ესეთი, რომ ის მნიშვნელოვანი არის, დაბადებულია იმისთვის, რომ ემსახუროს ქრისტეს უშუალოდ ქრისტეს მეომარი იყოს, ხო? ასეთი ადამიანები მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში არ უშინდებიან ეკრანზე დაფიქსირებას და ქრისტეს დიდებას, მეორე რიგში არც იმას უშინდებიან, რომ ქრისტეს გამო წავიდნენ პირდაპირ სიკვდილზე, ხო? ანუ ჯვარცმაზე, ესე რომ ვთქვათ, პირდაპირ მნიშვნელობით ჯვარცმაზე. ეს არის ერთი მაგალითი იმისა, თუ რამხელა ჯადოქრობები მიმდინარეობს დღესდღეობით კაცობრიობაზე, თუ კი ადამიანი იტყვის წრფელ სიტყვას და ამ წრფელი სიტყვის შემდეგ ამ ადამიანებს დაესევიან და ხან რას გაუკეთებენ და ხან რას გაუკეთებენ, ზოგს რა თვალს არჭობენ და ზოგს რა ნემს ჩაარჭობენ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დღეს ადამიანი დამიკავშირდა და მომიყვა ვრცელი ამბავი. დაახლოებით რამდენიმე წლის წინ ამ ადამიანმა სცადა იგივე, რომ ემხილა პატრიარქი და ეს მამაკაცი იყო, რა თქმა უნდა, და ამ ადამიანს დაესივნენ და ზეწოლა განახორციელეს როგორც გარე, ისე ვირტუალურმა პირებმა. ესე იგი, ამ ადამიანზე მიმდინარეობდა იმხელა ზეწოლა, რომ გაკვირვებული იყო, თუ როგორ შემეძლო მე აი ამ საკითხების გაგრძელება, მხილება და მაინც ლაპარაკი ხმამაღლად. მინდა გითხრათ, რომ მეგობრებო, რა ამ ადამიანისთვის მე პასუხი არ გამიცია ჯერ, მაგრამ მინდა აქედან გავცე ლაივიდან პასუხი. არაერთი ზეწოლა მომხდარა ჩემს თავზე, რომელიც
წარმატებულად დასრულდა. წარმატებულად არის ის, რომ ეს არის ბრძოლა, რომელშიც იმარჯვებს ქრისტიანი. ბრძოლა სიტყვიერი, რა თქმა უნდა, არა თოფებით და ხმლებით, არამედ სიტყვიერი ბრძოლა, რომელიც არის დღესდღეობით იმის ტოლფასი, რაც ხდებოდა ჩვენს წინაპრებში ხმლებით და ტყუიებით, ხო? დღესდღეობით მიმდინარეობს ინფორმაციული ბრძოლა, ეს არის ინფორმაციული ველის სიტყვიერად გამარჯვება და აი ამ ბრძოლაში ჩართული ვარ მე აქტიურად და ბოლომდე ვიბრძოლებ. აი უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ვიბრძოლებ, იცოდეთ რა. არც შემეშინდება, არც დავნებდები, ღმერთმა მომცეს ძალა და ის ადამიანები შემომიკრიბოს გვერდში, ვინც მისი რჩეულია. ქრისტეს რჩეულნი დადგებიან ქრისტეს რჩეულებთან ერთად. ადიდებენ ქრისტეს და ქრისტეს სახელის დიდებისთვის მათ ვერავინ ვერ შეუჩლის ხელს. ვერც ილია მეორე და ვერც მისი გველის წიცილები. ყველაზე პირველი და მთავარი რაც ჩვენ ვიცით, ეს არის ის, რომ ჩვენი პატრიარქი, ჩემი პირადად, უწმინდესი და უნეტარესი ყველა დროის პატრიარქი არის ქრისტე, უკაცრავად იესო ქრისტე და ჩემს გვერდით დადგება ყველა ის ადამიანი, ვინც ამ მოწოდებით არის დაბადებული და ვინც იზიარებს ჩემს ამ მდგომარეობას, ვინც იზიარებს ჩემს ამ მიმართულებას, რომ ჩემი პატრიარქი და მისი სიტყვები იქნება იგივე, რომ ჩემი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი არის ყველა დროის მელქისედეკის წესით დადგენილი იესო ქრისტე. ეს არის ჩემი უშუალო ბრძოლა და მე ამ ბრძოლაში ვარ ჩართული და არავით არის სხვა ბრძოლა ჩემს გარშემო არ არსებობს ვიღაცა ეკლესიების წინააღმდეგ ბრძოლა, იქ რაღაცა რელიგიების წინა არ არსებობს ასეთი ბრძოლები ჩემთან არსებობს მხოლოდ ერთი ბრძოლა, ყველა ადამიანი ვინც არ უარყოფს იესო ქრისტეს როგორც უწმინდეს და უნეტარის პატრიარქს, ის არის ჩემი მტერი. ის არის იესო ქრისტეს მტერი და ეს ადამიანები არ ითვლებიან და არ არიან შესული იესო ქრისტეს სიაში, ღვთიურ, ზეციურ სამყაროში. არ არიან, მეგობრებო, ჩაწერილი, ვინც შეშინდება იმის გამო, რომ მუქარის გამო ან რაღაცის გამო და ამიტომ დაიხევს უკან და იესო ქრისტეს დიდებას არ გააგრძელებს, ეს ადამიანები ვერასდროს ვერ გახდებიან რჩეულები და თუ რჩეულები არიან, დაკარგავენ მის რჩეულობას და თუ რჩეულები არ არიან და უნდათ რჩეული გახდეთ, ვერასდროს ვერ გახდებიან რჩეულები. ასე რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქრისტესთან დადგება და ამას უკვე 2 წელია გავყვირი ვარ, ქრისტესთან და არა რუსეთთან და არა ევროპასთან და არა აზიასთან და არა პეტრესთან და არა პავლესთან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, პეტრესთან და პავლესთან, არა პეტრეს ეკლესიასთან და არა პავლეს რაღაცა მოციქულობის წერილებისთან, არამედ უშუალოდ ქრისტესთან დადგებიან, უშუალოდ ისინი აღიარებენ ქრისტეს ვითარცა პატრიარქს, როგორც უკვე მელქისედეკის წესით არის აღიარებული და ისინი აღიარებენ ქრისტეს უზენაეს მეფედ, უზენაეს პატრიარქად, უზენაესად, ყოვლის მპყრობელად. გესმით? თუ კი ეს არ მოხდება, მეგობრებო, ხო? ჩათვალეთ და თუ კი ვინმე შეგაშინებთ ამის წინააღმდეგ, რომ ეს თქვენ არ უნდა თქვათ, ჩვენ ქრისტეს სად დავემსგავსებით და ასეთი ფრაზებით, ხო? ქრისტემდე ბევრი გვიკლია და ასე შემდეგ, იცოდეთ, რომ აი ეს ადამიანები, ვისაც ქრისტემდე ბევრი უკლია, დარჩებიან ნაკრულოვანებაში და ის ადამიანები, ვინც ქრისტეს აღიარებენ პანტოკრატორად, ესე იგი ყოვლის მპყრობელად, ესე იგი უზენაეს პატრიარქად და ყველა დროის პატრიარქად, ის ადამიანები გაერთიანებულები არიან ქრისტეში. იცოდეთ, ეს არის ჯვარცმის ტოლფასი, თუ კი ადამიანი დღესდღეობით სიტყვას გამოთქვას ხმამაღლა, ვირტუალურად თუ ისე გარეგნულად და იტყვის, რომ ქრისტე არის უპირველესი ყველა დროის პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. დანარჩენი საკითხი ხარ, როგორც მე კომენტარებში მომდეს შირქი, რომ წაიყვანეთ, თვალებზე ეტყობა, რომ ეს არის, რა ქვია, ავადმყოფია და ასე შემდეგ.
მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გაფაციცებით და გამალებით იცავს ქრისტეს პანტოკრატორობას, ქრისტეს პატრიარქობას, ის ადამიანი აუცილებლად შეირაცხება გიჟად, აუცილებლად შეირაცხება ავადმყოფად, აუცილებლად მოსდებენ ჩირკს, აუცილებლად მოსდებენ ყბაში, როგორც მე მომზეს ჯვარზე ვითომ ქრისტეს იცავდნენ, აუცილებლად მოხვდება რაღაცა ჩირკი, მაგრამ იცოდეთ რა, ყველა ეს საკითხი თქვენ გაახლოვებთ ქრისტესთან, იმიტომ რომ დარწმუნებით იცოდეთ, რომ ქრისტემ გაიარა იგივე გზა. დარწმუნებით იცოდეთ, როდესაც ქრისტე შევიდა ეკლესიაში და გადმოანგრია იქაურობა, დახლები, როგორც მემიყურებდნენ ჯვარზე, რომ ეს ადამიანი შეჩვენებულიაო და სატანით შეპყრობილიაო, ისე ქრისტეს ეუბნებოდნენ, რომ ეს ადამიანი შეჩვენებული და სატანით შეპყრობილიაო. და ამიტომ ამბობს ქრისტე, სატანას წინააღმდეგ აღდგეს ის სახელმწიფო მალე დაინგრევაო, ხომ? დაამტკიცა ამით თავისი სიტყვები, რომ მამონა, რომელიც გამოაგდო ქრისტემ ეკლესიიდან, დღეს ისევ ეკლესიაშია და რას ამბობენ იცით, რომ კაი ვთქვათ, დავუშვათ, სანთლები გავიტანეთ ეკლესიიდან, ამით რა შეიცვლებაო? ტიპები, აზროვნების უნარიან დაკარგულები არიან, რომლებიც მეუბნებიან, კარგი ვთქვათ, გამოვაგდეთ ვაჭრობა ეკლესიიდან, ამით რა შეიცვლებაო? ტიპები კითხულობენ, ხვდებით? რა შეიცვლება და გეტყვით, მეგობრებო, თუ თქვენ არ შეგიძლიათ აზროვნების უნარი, მე გეტყვით. ამით შეიცვლება ის, რომ ქრისტეს სიტყვას ჩვენ პატივს ვცემთ და პრაქტიკაში მოვიყვანთ, რაც ქრისტემ დაგვიბარა, ანდერძად ერთხელ და სამუდამოდ შევასრულებთ მის სიტყვას. და მეორე ის, რომ მამონა ვეღარ იარსებებს ეკლესიის წიაღში, ანუ ქრისტეს მამის სახლში აღარ იქნება. ამითი პირველ რიგში განიკურნება როგორც ქრისტეს მამის სახლი, ისე ჩვენი ტაძარი, რომელიც ჩვენ ვართ ტაძრად აგებული და ქრისტემ თქვა, რომ ტაძრების და ღმერთების თქვენ ხართ, ისევე განიწმინდება ჩვენი სული აი ამ მამონას ფულების დამოკიდებულებისგან, ფულზე დამოკიდებულებისგან განიწმინდება, მეგობრებო, და ადამიანი ადამიანს ფულისთვის აღარ გაყიდის. ადამიანი ადამიანს ფულისთვის აღარ უღალატებს. ადამიანი ადამიანს ფულისთვის აღარ მოკლავს. ადამიანი ადამიანს ფულისთვის არ ატკენს გულს და ასე შემდეგ, მეგობრებო. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღესდღეობით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ყველაფერს მართავს ფული. რატომ? იმიტომ რომ დღემდე ვერ მოვახერხეთ, დაგვეცვა ქრისტეს სიტყვა, რომ ეკლესიიდან გამოგვეყარა ვაჭრობა. თუ ჩვენ ამას ვერ მოვახერხებთ, ჩათვალეთ, რომ ეს გაგრძელდება, ეს ფულზე მონობა, ფულზე დამოკიდებულება, ბანკების ვალები, ერთმანეთთან შუღლი, ფულის გამო გაგრძელდება იქამდე, სანამ მამონა იარსებებს ეკლესიის წიაღში. ამიტომ მე დავდექი იქ და ვითარცა გიჟი, კი არ გადმოვყარე, მაგრამ ხმამაღლა ვამხილე ვაჭართა ერთობა. ვაჭართა წარმომადგენლები ჯვარზე ეკლესიაში. აი ეს არის ყველაზე პირველი ნაბიჯი, რისიც არ უნდა გვეშინოდეს და ხმამაღლა ვამბობდეთ, რომ ეკლესიაში როგორც კი შევალთ და დავინახავთ იქ არის ვაჭრობა, ხმამაღლა ვიწყებდეთ ყვირილს, რომ ეკლესიაში ვაჭრობა არ შეიძლება. რაც არ უნდა წირვა-ლოცვა მიმდინარეობდეს, ხომ? ყველანი იწყებენ ყვირილს, ეკლესიაში ვაჭრობა მიდის და წირვას რა უნდა იქ? თუ კი მღვდელი ხედავს, რომ ეკლესიაში ვაჭრობა არის და ის მაინც იწყებს წირვას, იცოდეთ, რომ ის სატანას წირავს. ეხლა მესამე. ესე იგი, სანთლების ვაჭრობის გარდა ბევრი აქვს შესაძლებელი, მიტომ თქვეს მასე. რა თქმა უნდა, მედია, რა თქმა უნდა. და ისიც რომ გითხრან, რომ შესაწირზეაო, არც შესაწირი არ შეიძლება. ფული ეკლესიაში არ შეიძლება. ფულის არ არის, უფლის არის ის. უფლის სახლია და არა ფულის. უფალში ფულს არაფერი არ ესაქმება.
მესამე საკითხი, მეგობრებო, მესამე საკითხი არის ის, რომ რამხელა ჯადოქრობა მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. ესე იგი, ისევე როგორც პარლამენტარები, ჩვეულებრივი ხალხი გამოიყენებს არაჩვეულებრივად, კი არა და არანორმალურად ჯადოქრების შავბნელ მხარეს. რატომ ეხლა გეტყვით? დედა შვილს, შვილი დედას, დედამთილი რძალს, რძალი დედამთილს, მამა შვილს, შვილი მამას, მამა რძალს და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ყველა რაღაცნაირად შეპყრობილია ამ აზრით, რომ თუ კი ის ჯადოქარს მიმართავს, ჯადოქრობის ძალით ის გამართავს თავის სახლში ამა თუ იმას რა ქვია, სიმშვიდეს. ეხლა გეტყვით, ძალიან რთულ ვითარებას შევესწარი და ძალიან რთული ამოცანის წინაშე დავდექი მე ახლა ამ ბოლო დღეებში, როდესაც სწორედ აი ამ ჯადოქრობის ძალით, ესე იგი, ადამიანებმა თავისი თავები გაინადგურეს. ჯადოს იცით, რომ ვერაფერი დააბრუნებს უკან. აბსოლუტურად დარწმუნებული იყავით მაგაში, რომ როდესაც ჯადო კეთდება, ის მჩხიბავი, ვინც აკეთებს, მასაც რა თქმა უნდა ეცხოვა ეს ყველაფერი, მაგრამ ვინც უკეთავს ამ მჩხიბაობას, აუცილებლად უკან უტრიალდება, თუ არ მივიდა ის ადრესატამდე. ეხლა მე გეტყვით, დღესდღეობით ძალიან ფრთხილად იყავით. დღესდღეობით დარჩენილი არიან მხოლოდ და მხოლოდ რჩეული ხალხი. განსაკუთრებით საქართველოში. თუ კი ადამიანი გაბედავს და რჩეულზე მჩხიბავს გააკეთებინებს რაიმე სახის მჩხიბაობას, დარწმუნებული იყავით, რომ იმ რჩეულს ოდნავ მოსცხებს მხოლოდ კუდს, მაგრამ ეს ჯადო აუცილებლად დატრიალდება და თქვენთან მოვა. 10 მაგათ მოგთხოვთ იცოდეთ. ჩემ თავზე არ გეუბნებით, ჩემ თავზე უკვე რამდენიც კიდე იმდენი მაქვს გამოცდილი, მაგრამ ეხლა გეუბნებით სხვის მაგალითზე. სხვების მაგალითზე, როდესაც კონკრეტული ადამიანი უკეთებს ადამიანს მჩხიბაურ რაღაცას, რომ არ ვიცი ის რას შეუთქვავს, აუცილებლად უტრიალდება ის უკან, მის ჯანმრთელობას პირველ რიგში ავნებს, აგდებს, ანუ ძირს აგდებს, დამბლას უგდებს. ან წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს უჩნდება არანორმალური ავადმყოფობები. არაფრისგან უცბად ავადმყოფობები უჩნდება სიმსივნე, უჩნდება 1000 გვარი ჩაკეტილობა, შეზღუდულობა, 1000 გვარი დაავადება დარბის ექიმებთან, ვერც ჯადოქარიშვილის, ვერც ექიმიშვილის და ვერც მამაზე ციერიშვილის. იცოდეთ, ძალიან გაფრთხილდით რა, ნებისმიერი ჩემი მსმენელი ვინც ხართ, გაფრთხილებთ, გულმოდგინეთ რა. აღარ არის ეს დრო, ჩხიბაობის დრო დასრულდა. ეხლა სულ სხვა სიხშირეზეა დედამიწა. თქვენ თუ მიმართავთ ჩხიბავს, ჩხიბავის ენერგეტიკა ვერაფერს ვერ ავნებს რჩეულს, იმიტომ რომ რჩეული მაღალ სიხშირეებზეა. მას ვერაფერს ვერ დააკლებს, მაგრამ მოვა და შენ რადგან ასეთ დაბალ სიხშირეზე ხარ, რომელმაც შეუკვეთე შენ ჯადოქრობა, აუცილებლად მოგკითხავს. ერთხელ კი არა და ორჯერ კი არა, 10 მაგათ მოგკითხავს, გაგინადგურებს, დედაბუდიანა მოგწყვიტავს, იცოდეთ. მე ამას ძალიან ხშირად ვიმეორებ და იცოდეთ, ეს ყველა მიცოდეთ, გადაეცით მეზობლებსაც და თქვენ არ იცით, აზრზე არ ახართ, ვინები აკეთებენ ჯადოქრობებს. ეკლესიებში რომ დაიარებიან ვითომ ყოველ წუთს ზიარებაზე და ვითომ ეკლესიურები. ასეთი ადამიანები იმეტებენ ადამიანებს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ვერც კი წარმოიდგენთ, რომ თქვენი მეზობელი, აი საყვარელი ნუცია თუ რაღაცა ერქვა თუ რაც ქვია, იმას შეიძლებოდა რომ ოდესღაც ეს გაეკეთებინა და წარმოგიდგენიათ, რომ თქვენმა საყვარელმა მეზობელმა ნუციამ, ან თქვენმა საყვარელმა დედიკომ გააკეთა თქვენზე ჯადო.
წარმოგიდგენიათ ეს, ვერ წარმოგიდგენთ, თქვენ უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ. ამას ვერც კი დაუშვებთ ტვინში, რომ დედა თქვენმა თქვენზე ჯადო გააკეთა. არადა რამდენიც გინდა იმდენი მაგალითი არსებობს. უამრავი ვერ დავითვლით. თითქმის ყოველი მეორე ოჯახი ამით არის დაზარალებული. და იცოდეთ შემგან და გაუზიარეთ ყველას. ნებისმიერი ჯადოქრობის გამკეთებელი, ვინც მიმართავს ჯადოქარს. ის ვეღარაფერს ვერ გააღწევს ადრესატამდე, ვერ მიაღწევს ეს ჯადო, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, თითქმის ყველა რჩეულია დარჩენილი ამ დედამიწაზე. და თუ რჩეულს გაუკეთებ, განსაკუთრებულად რჩეულს თუ უკეთებ ჯადოს, ეს შენ 10 მაგად კი არა 20 მაგად გიტრიალდება უკან. იცოდეთ რა. ამაზე რისხდება სრულიად ზეციური სამყარო. ზეციური სამყარო, რომელიც ხედავს, რომ შენ მის რჩეულს რამე გინდა ავნო, თითებს დაგალეწავს. დაგლეწავს, მთლიანად დაგლეწავს, იცოდეთ რა. და ამიტომ გეუბნებით რა. ძალიან გთხოვთ, გაუზიარეთ ერთმანეთს. აღარ შეიძლება ჯადოების გაკეთება, ჩვენ სხვა სიხშირეებზე ავედით. ადრე თუ ჭრიდა ჯადოების გაკეთება და შეიძლება და ეხლა აღარ შეიძლება. თამარ, ეს იმიტომ რომ შენს არსში არასდროს არ არის, ვერასოდეს წარმოვიდგენ თამარ, როგორ უნდა გაიმეტო ადამიანი. წარმოიდგინე თამარ, რომ დედა შვილს იმეტებს. იმიტომ რომ იმას გონია შვილს კარგ რამეს უკეთებს, გესმის? რაღაცა პრობლემა იქნება ოჯახში. დედამ გადაწყვიტა თავისი მოკლე ჭკუით, თავისი მოკლე ჩართვით, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს ჯადოქრობით. წავა ჯადოქართან, გააკეთებს აი ამ ადამიანებს, ჩაერევა ამ ადამიანებს შორის და მერე ხდება კატასტროფები. თვითონაც ზარალდება თავის შვილიც, ისიც, ყველა ზარალდება. შვილის შვილზე და შვილთა შვილებზე გადადით, იცოდეთ. იცოდეთ, ჯადო დღეს ყველაზე რთული ტყვია არის. ყველაზე საშიში ტყვია შენთვის, ვინც აკეთებს ჯადოს, იმისთვის თვითონ ეს ტყვია აუცილებლად უკან მობრუნდება, აუცილებლად. სიკვდილ სიცოცხლეზეა საკითხი რა. აქ ავადმყოფობებზე კი არ არის საკითხი. სასიკვდილოდ შაგაგდებთ, იცოდეთ რა. ეგ უფრო უარესი არის, რომ იცოდეთ. ჯობია მოკვდეთ, ვიდრე ის გაიაროთ, რაც ჯადო მიცის მერე. რაც რისი მოთხოვნაც ჯადო მიცის. პასუხის მოთხოვნა იცის ჯადომ. ამიტომ მე რა ჩემი თვალითაც მაქვს ნანახი, ხო? საერთოდ აი ესეთი ვარიანტები, ხო? იცოდეთ რომ არაერთ ადამიანთან მაქვს მე ასეთ დაზარალებულებთან საუბარი. აუცილებლად იცოდეთ, რომ ყველას უკან მოგიტრიალდებათ ჯადო და ყველას დაგანგრევთ წელში გადაგტეხთ, იცოდეთ რა. მონანიება აღარ შველის ჯადოს. ჯადოქრობას ჯადოქრობით ვეღარ გამოისყიდი უკან. იცოდეთ, ეს არის უკანასკნელი ნაბიჯი, რომელსაც დგავთ თქვენივე თავის სასიკვდილოდ. ვერც მონანიება შველის ჯადოს, ვეღარც ისევ ჯადოქარი გიშველით, ვეღარც მამაზეციერი გშველით, იმიტომ რომ მონანიება აღარ შველის ჯადოს. შენ თუ გამიზნულად გადადგი ნაბიჯი ჯადოსთვის, შენ აღარ გშველის მონანიებას, შო დაივიწყე რომ შენ მონანიება გშველის. ავაზაკივით ვეღარ შეხვალ სასუფეველში. ავაზაკს კიდე შველის ბოლოწამს მონანიება, მაგრამ შენ თუ ჯადოს მიმართავ, არც ის ბოლოწამს მონანიება აღარ გშველის, იცოდე. ჯადო ყველაზე დასჯადია სამყაროში, სრულიად სამყაროში, რაც კი არსებობს, ყველაზე დასჯადი არის ჯადო. ენოქის წიგნშიც კი ქრისტეს შობამდე ეს რამდენი საუკუნით ადრე არის დაწერილი, რომ ჯადო, ანუ თავის ნებას, შენს ნებაზე ცხოვრების დაწყება სიკვდილის ტოლფასია. აღარ პატიობს ღმერთი ასეთ ადამიანებს. ამიტომ გაფრთხილდით. ნებისმიერ ჯადოქარი ახლა რომლებიც აი გაივსო ინტერნეტში ჯადოქრობით და ჯადოქრობას ასწავლიან და რას აღარ აკეთებენ, აქვთ სურათები და სასაფლაოზე ზოგი წვავ, ზოგი მარხავს, ზოგი აგერ მთლიანად ეკლესიამ ქვებზე დააწერინა ხალხს თავისი სახელი და გვარები და ჩააყრევინა საძირკველში უაღრესად საშინელი ჯადო.
და ვიღაც ახსნის, რომ ეკლესიის წიაღში რო არის, ეგ არ არის ჯადო. ეკლესიის წიაღში რო ხდება, ეგ არის ჯადო ზუსტად. იქ რო ხდება შიგნით და არა გარეთ და არა სხვაგან. იმას რო ძალა აქვს, ისეთი ძალა ეკლესიის შიგნით გაკეთებული ჯადოს რო ძალა აქვს, ისეთი ძალა სხვაგან არსად არ აქვს. გატენილია ჯვარი ჯადოებით, აბა დაიარეთ. შეიხედეთ პატარა ჭუჭურტანებში, რამდენი ჯადოებია შიგნით შემძვრალი. რამდენი ჯადოებია, მედათიამ რამდენიმე გამოვათავისუფლეთ იქიდან. კედელში ურჭობენ ეკლესიაში პირდაპირ ჯადოებს. საშინელებები ხდება, ხალხო, საშინელებები. ნებისმიერ ჩემ მსმენელს ვთხოვ, რომ გაუზიარონ ერთმანეთს, ეს ინფორმაცია უნდა გავიდეს, რომ იცოდნენ, ძალიან ბევრი ჯადო უცოდინობით ხდება. არ იციან რას ჩადიან, არ იციან, ამიტომ რომ იცოდნენ ამის შესახებ, აუცილებლად გაუზიარეთ ერთმანეთს, რომ დღესდღეობით, დღეს სხვა დროში ვართ. ადრე შეიძლებოდა ჯადოები და 7 წელი ქონდა ჯადოს და 7 წლის მანძილზე ის თვითონ ნელდებოდა და მერე ქრებოდა და ასე შემდეგ. დღეს ჯადო 7 წელზე აღარ ჭიმავს. დღეს ჯადო პირდაპირ უკან გიბრუნდება. პირდაპირ უკან. ვერ მიიღებს ის ადამიანი ადრესატთან თავის მისის დაკმაყოფილებას, აუცილებლად მოდის უკან. აუცილებლად მოდის უკან. მე ვიყავი წლები ძალიან ცუდად, თამარ, გამოცდილება მაქვს დღემდე მომდევნო. იცოდეთ, რომ ამას ყველაზე მეტად ვინც ჩადის, მღვდლები და სასულიერო პირები არიან, რომ იცოდეთ. უამრავი სასულიერო პირი ჩადის ჯადოს. განსაკუთრებით ესეთ ადამიანებზე, როგორც ვარ მე და როგორც ხართ თქვენ. როგორც კი სიტყვას ამოიღებენ, ეგრევე დაეტაკებიან, მაგრამ ნუ გეშინიათ. თქვენ ჯადო ვერაფერს ვერ გიზავთ. ოდნავ დისკომფორტ შეგიქმნით. შეიძლება აი რაღაცა, აი როგორც შენი ძახი თამარ, ცუდად გახდეთ, მაგრამ ვერაფერს ვერ გიზავთ. თქვენ განიკურნებით, განსაკუთრებით შიმშილის ძალა. ძალიან ყველაფერს კურნავს, აბსოლუტურად ყველაფერს ანგრევს შიმშილის ძალა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ წარმოიდგინოთ რა, მე რო შიმშილი დავიწყე, ხო? ხო დავიწყე, გავზარდე ესე კვირა, 1 დღით, მერე 2 დღით, მერე 3 დღით და 4 დღესე ხო ავედი, ეხლა ახალი წლები რო იყო გამოვტოვე რაღაც და ისევ დავიწყებ აუცილებლად, გავაგრძელებ 6 დღიანი შიმშილს. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ დღეების შემდეგ ილია მეორე გადააგზავნეს თიანეთში. პირდაპირ უკან დაარტყა. პირდაპირ უკან დაარტყა. და ეხლა არ იფიქროთ, რომ მე ილუზიებში ვარ. არანაირ ილუზიებში არა ვარ. ყველაფერი კარგად ვიცი რა ხდება. ყველაფერი კარგად ვიცი. მე ვიყავი წლების წინ ცუდებთან, ხო? თამარ სახლის კურთხევაზე მღვდლის მიერ რას მარინა ძალიან გთხოვ რა, სახლის კურთხევაზე კი არა, მე რო სახლი ვაკურთხებინე, იმის მერე დაიქცა მე მგონი ჩემს სახლში ყველაფერი. სანამ ვაკურთხებინებდი ძალიან კარგად მივდიოდი, ყველაფერი კარგად იყო. დღეს არ არსებობენ მღვდლები, რომელთაც აქვთ წვდომა ზეციურთან. ძალიან ცოტანი არიან. ამიტომ ამ ცოტა ეს ადამიანები, რომლებიც ზეციურთან კავშირში არიან, ესენი თუ ვერ მონახეთ, დანარჩენი მღვდლისგან ნაკურთხის სახლი, იცოდეთ, რომ პირდაპირ ეშმაკები არიან შემოსული შენ სახლში. პირდაპირ ეშმაკები. კი არ განდევნა შემოიპატიჟა. ხო, ახლობლებიც, რა თქმა უნდა, შური არის ყველაზე დიდი დამნაშავე ამაში, ადამიანში რო შეძრება შური, ეჭვი, რაღაცის მიუღებლობა, აი ეს ყველაფერი ანგრევს ადამიანებს თავად. მონათლაზე და ჯვრისწერაზე მე გეტყვი ერთ რამეს რა, თუ კი სანდო მღვდელი, რომელიც იცი ზუსტად იცი, რომ ზეციურთან კავშირშია, ის მონათლავს შენ ბავშვს ან ჯვარს დაგწერს, იცოდე, რომ ეს ჯვრისწერაც და ეს ნათლობაც არის გამართლებული. მაგრამ თუ კი შენ იცი, რომ სამღვდელო პირი არ იცნობ საერთოდ და მოანათლინებ,
და არიცი არის თუ არა ზეციურთან კავშირში, იცოდე რომ შეიძლება ყველაფერი უკუღმა წაგივიდეს. ამიტომ ეკლესიის გაწმენდა ყველაზე მნიშვნელოვანია დღესდღეობით და ყველაზე პირველი ნაბიჯი, რაც გადასადგმელია, არის ადამიანები მივადგეთ ეკლესიას და მოვითხოვოთ სამართლიანობა. ისეთი როგორც ამბობდა ქრისტე, მამონას გამოსვლა ეკლესიიდან, იმ ყველა სიტყვის დაცვა, რასაც ქრისტე ამბობდა, სრულყოფილად, ისე როგორც ქრისტემ თქვა და არა ისე როგორც ჩვენ გვინდა და ჩვენ გადავაკეთეთ მერე და კარაქის მაგირავთ მარგანილი რომ შევჭამეთ და ასე შემდეგ, არამედ სრულყოფილად ისე როგორც ქრისტე ამბობდა. ეს იყო და ეს მეგობრებო, ეს იყო დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ უნდა გამეჟღერებინა ეს თემა, ანგრევს ადამიანებს. დღეს მე დავდივარ და ადამიანებს ვუყურებ და მე ხო ეხლა ვიცი, ამოცნობა შემიძლია ვის აქვს ჯადო გაკეთებული და ვის არა. მთელი საქართველო არის მოჯადოებული. მე ვუყურებ ადამიანებს, ისინი არიან დატყვევებული, სადღაც არიან დატყვევებული. ეს ადამიანები ყველანი უნდა გათავისუფლდეს, ყველანი. ეს ადამიანები დღეს რომ ცოცხლები არიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არიან რჩეულნი. მათ აქვთ ზეციური დაცვა. იცოდეთ, რომ დღეს ყველანი იქნებოდით მკვდრები. ისეთი ჯადო აქვთ საქართველოს გაკეთებული, რომ ზეციური ძალა და მფარველობა რომ არ ქონდეთ მათ, ისინი ყველანი მკვდრები იქნებოდნენ. ყველანი. დღეს დადიან ზომებივით, მაგრამ აი ამის გამოცოცხლება შეიძლება, გათავისუფლება შეიძლება ამ ადამიანების. და ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ეს. მე ერთმა ადამიანმა მარტო არა, ყველამ ერთად. გამოფხიზლებული, რჩეულნი ერთად დგებიან. ერთი ძალა იქნება, გესმის? და ერთი 10 კურნავს, როდესაც ერთი თავის თავს კურნავს, მის გარშემო 10 იკურნება და ამათის გარშემო კიდე 10 და ესე ქსელივით მიდის, გესმის? ამიტომ ქრისტე გვასწავლის, ჯერ ჩვენი თავი განკურნოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი დაზარალებული ჯადოსგან დაზარალებული ცდილობს, რომ სხვაში იპოვოს ხოლმე განკურნება, სხვას მიადგება, რომ აი ის უნდა ვიღაცაზე ამოირჩევს ადამიანს და გონია, რომ ის უნდა განკურნოს, ის. ამასობაში ის ადამიანი იმ ადამიანში თავის თავს ხედავს და ეს ჯადოს ერთ-ერთი თვისება არის. ადამიანში, რომელიც თვითონ განსაკურნია, სხვაში ამოირჩევს, ის როგორც სარკეს ისე აღიქვავს და იმ ადამიანს ჩააცივდება, რომ ეს უნდა განიკურნოს და გონია, რომ ის თუ განიკურნება, ყველა განიკურნება. სინამდვილეში შენი თავი უნდა განკურნო. შევძლებთ, ნამდვილად შევძლებთ, დავით. აი მაგალითად ნარიმანთან ხდება ხოლმე მაქარაშვილთან ესეთი ვითარებები რა. ერთმანეთს დაუწყებენ ხოლმე უცბად რაღაცა კვენას. აი სანამ ნარიმან მაქარაშვილი გამოვა, ცოტა ხნით ადრე დაუწყებს ყველა ერთმანეთს კვენას. ის იმის ცოდებს მოიკითხავს, ის იმის რაღაცებს, ის იმის რაღაცებს, ყველა ერთმანეთის ესე კვენენ ერთმანეთს და ეს რისი ნიშანია, იცი? ყველა დაზარალებულია ამათში. თავის თავს კურნავს, თავის თავს ამხელს. ვინ სხვას ამხელს, თავის თავს აბხელს, გესმის? და როდესაც შენ კვენ და კურნავ და ვითომ გონია, რომ იმ ადამიანში უნდა შენ უთხრა და გამოასწორო რაღაცა, ამ დროს შენ ხარ გამოსასწორებელი. შევძლებთ. მხელა სხვა რამეა, მეგობრებო რა. ეხლა შეიძლება ვიღაცამ გაიფიქრა, იმიტომ რომ ფიქრი მოვიდა ჩემთან. ვიღაცამ გაიფიქრა, რომ მე როცა პატრიარქი ვამხილე. მე კი არ კვენა კი არ დაუწყე პატრიარქს, მე პირდაპირ ვამხილე პატრიარქი. ფაქტზე დავიჭირე. ფაქტი მაქვს მე ხელში. საბაბი მაქვს სამხილებელი. მხელა და კვენა სხვა რამეა. გესმით? და როდესაც ადამიანს სამხილებელი არა აქვს და იწყებს სხვის კვენას და აბსოლუტურად თავისი ტვინიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ აი ის ადამიანი, აი იყო მაგალითად ნარიმანის კარზე, ადამიანს დააბრალეს პედოფილობა. და ნუ ეხლა ჩვენ არ ვიცით, ხო, ეს ადამიანს არ ვიცნობთ, ვიღაცა მეორეს აბრალებს პედოფილობას. რა დავიჯეროთ ეხლა ჩვენ ვინ არის პედოფილი, ხო? არის თუ არ არის, ჩვენ ხო ვერ გამოვიძიებთ.
ამ ადამიანს ვენდო თუ ამ ადამიანს რომელიც იძახის რომ ვინც ეგეთი იყოს იმის ისაო და ესო, ხო? არ ვიცით, ანუ გაურკვევლობაში ჩავარდით. აღმოჩნდა რომ აი ამ ვითარებაში ეს ადამიანი რომელიც მეორეს ამხელს არანაირი სამხილი არ აქვს ამ ადამიანის მიმართ რომ პედოფილია. არანაირი, მაგრამ ვიღაცისგან გაიგო და დაიწყო ხელა, ვითომ. აღმოჩნდა რომ სულ სხვა ყოფილა პედოფილი იმათ ჯგუფში. სულ სხვა და ის ახლა უკვე გადაცემულია სასამართლოს, მაგრამ ხვდებით რა შეასაქმე? ანუ მხელა სხვა რამეა და შენი ფანტაზიიდან გამომდინარე რაღაცა აზრების გამოხეთქვა და იმ ადამიანზე დაბრალება სხვა რამეა. ხო? აი ეგ არის მნიშვნელოვანი. რო ესეც გავარკვიოთ რა. ეხლა რა ხდება, ნახე? თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენზე ჯადო არის გაკეთებული, ხო? პირველ რიგში რაც უნდა დაიწყოთ ეგრევე შიმშილი. შიმშილი განკურნავთ. 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, 4 დღე, 6 დღე ძალიან მაგარია. თუ თქვენ შიმშილი გიჭირთ, ესე იგი ნამდვილად ჯადოა გაკეთებული თქვენზე. წესით შიმშილი არ უნდა უჭირდეს ადამიანს. როგორც კი თქვენ იმის ნებისყოფას ვერ გამოიმუშავებთ, რომ შიმშილის წარმოდგენაც კი არ შეგიძლიათ, დარწმუნებული იყავით, რომ ჯადოა. ჯადოქართან აღარ მიხვიდეთ. თქვენ იმუშავეთ თქვენ თავზე, რომ რაღაცნაირად მოახერხოთ, რომ იშიმშილოთ. როგორც კი იშიმშილებთ, ეგრევე დაგტოვებთ ჯადო და მიუბრუნდება იმ ადამიანს უკან, ვისგანაც მოვიდა. ლილი, მადლობა, გაიხარე. წარმატებები თქვენს ყველას და კიდევ შეგიძლიათ ასევე გაიკეთოთ მარილის აბანოები, მარილიანი წყალი გადაივლოთ ხოლმე, გოგირდის აბანოები, გოგირდის აბანოებში წახვიდეთ და მიიღოთ გოგირდის აბანოები თვეში ერთხელ მაინც, განწმენდის პერიოდია ეს, ჯადოებს გაგიყრით ყველას, ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ ლავანდა, ხო? ლავანდა დაწვათ და საკმეველივით მოატაროთ თქვენ სახლში. ასევე შეგიძლიათ ლოცვით, რა თქმა უნდა, უკვე ვიცით ჩვენ 12 საათზე, ღამის 12 საათზე ყველანი ერთად ლოცულობთ ხოლმე. მე უნდა ვაღიარო, მეგობრებო, დიდი ხანი ჩავაგდე ახლა ეს ლოცვები, ანუ ძალიან დიდი ხანი აღარ მილოცია ღამის 12 საათზე. თუმცა ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ 12 საათზე დავდგებით და ვილოცებთ მამაო ჩვენოს და 91 ფსალმონს. მამაო ჩვენოს და შემდეგ 91 ფსალმონს. მოკლედ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ქალბატონია დღეს, რომელიც მიმართავს იმისათვის, რომ მამაკაცი ხელში ჩაიგდოს ჯადოს. იცოდეთ, რომ დამღუპველია აუცილებლად, როგორც შვილებზე, ისე გადადის ეს ჯადო. თქვენს მეუღლეს აუცილებლად თუ კი ის თქვენი გახდა, აუცილებლად დაემართება ავადმყოფობები. ადრე თუ გვიან გახდება თქვენი მოსავლელი ისევ, ან თქვენ შვილზე გადავა ეს რაღაცა, მოკლედ ძალიან გაფრთხილით რა ქალბატონებო. ჯადოს გამო არც ერთი მამაკაცი არ ღირს გასაწირად რა. არც ერთი მამაკაცი. არც ერთი სიცოცხლე. გესმით? არც ერთი სიცოცხლე არ ღირს ჯადოს გამო გასაწირად. ლიკა, მე ვიცი 91 ფსალმონი. საკმეველი და ნაკურთხი წყალი 90 ფსალმონიც წაიკითხე თუ გინდა, მაგრამ 91 უფრო ძლიერია. მედია ამბობს 2 დღე ვიშიმში და მოვახერხეო. მაგარია მედია, ძალიან მაგარი. როგორ გრძნობ თავს, როგორ იგრძენი თავი? ანუ რაღაცა განსხვავებები თუ იგრძენი? შენს გარშემო თუ დაიწყო ქაოსი, ფუთფუთი, რაღაცეებმა შეცვლა. დავითი ამბობს კოცონზე გადავახტეთ.
ჭინკებს გავდევნით კოცონზე გადახტომით 21 ხო რაღაცა ის ინიციან ბუნიაობის დღესო თუ რაღაცა ის დღე არის კოცონს ათებენ და მე ჭიაკუკონას გადაახტებიან ხოლმე ხო კი არის ეგეთი ოღონდ არ ვიცი ეგ ჭრის თუ არ ჭრის არ ვიცი სიმსუბუქე იგრძენი ხო კი თითქოს გაცოცხლდი ხო რაღაცა სიცოცხლეში გადაიზარდე თითქოს ლიკა 90-ს და ზუსტად ვიცი 91. ფსალმუნზია საუბარი ხო ღმერთმა დაგვიფაროს იძულებითი არაფერი არ ვარგა ბოლო მაინც ფატალურად მთავრდება ჯობია უფლის ნებით ყველაფერი კი თია ესა თამარ კი რა თქმა უნდა ჯობია შენ თავს აჯობო შენს ვნებებს ვიდრე იმას რომ ადამიანს რაღაცა გაუკეთო და ჯადოს ძალით შენთან იყოს რა აი ყველაზე კოშმარი თუ არსებობს სადმე რამე არის აი ეგ რომ ჯადოს ძალით ადამიანი შენთან ამყოფო რა ეს არის ყველაზე დიდი ღმერთო დამიფარე ღმერთო რა ვიცი ღმერთო დამიფარე რა კი მინდა კიდევ შევძლო ხო მედია შეძებ 2 დღე თუ შეძელი ჩათვალე რომ შენ შეძლებ 3 და 4 დღეც და თუ გაზრდი ჩათვალე რომ შეძლებული გაქვს უკვე აღდგომის დიდ ხუჩაბაც არის ჭიაკოკონობა გავითვალისწინოთ დავანთოთ ჭიაკოკონობა მახსოვს ბავშვობაში ბებია ჩემი ანთებდა ხოლმე და ჭიაკოკონობაზე და ვახტებოდით ხოლმე ამ ჭიაკოკონობას აღდგომის დიდ ხუჩაბაც ხო აბა მეგობრებო დაგემშვიდობებით მე მგონი ახლა უკვე გავაცხადეთ ჩემი სათქმელი ვთქვი გადაეცით აუცილებლად გადაეცით ძალიან ბევრი არის რომელიც აკეთებს ჯადოს უმეცრებით არ იცის რას იკეთებს ხო ვთქვი უკვე კიდე ვიტყვი გონია რომ რაღაცას კარგს აკეთებს გონია მაგრამ რო გონია თავის გონებაზე არ არის სამყაროს სხვა კანონზომიერებები აქვს და მით უმეტეს ეხლანდელ დროში სულ სხვა კანონზომიერებებში გადავდივართ და სულ სხვა კანონზომიერებით მოძრაობს სამყარო. ამიტომ ფრთხილად იყვნენ თქვენს გარშემო ყველა გააფრთხილეთ აუცილებლად გააფრთხილეთ და მიეცით ეს რჩევაც რომ შიმშილი ანგრევს ყველა ჯადოს ყველანაირ ჯადოს რამდენმა იშიმშილა ჩემთან ერთად და მარტო მე კი არ ვიშიმშილე, როდესაც დავიწყე რამდენიმე ჩემთან ერთად გამომყვა შიმშილში და წარმოიდგინე რომ მაშინვე დაარტყა. ილია მეორეს ეგრევე დაარტყა უკან მაგან. იმიტომ რომ ილია მეორის ეპარქიაშია ეს რაც ხდება ჯადოქრობები. ილია მეორის ეპარქიაში იყო ის ჯადოქრობა რო გაკეთდა ქვებზე რო დააწერინეს და საძირკველში ჩააყრევინეს ქვები და ვის მოეკითხება პირველ რიგში ის ვინც ამ ეკლესიების განმლაგებელია ხო მამად წოდებულია ესე რომ ვთქვათ და მას მოეკითხება პირველ რიგში ამიტომ ძალიან მაგრა დაარტყა ილია მეორეს ჩვენ რო შემშილი დავიწყეთ ხო არაფერი გაგვიკეთებია ჯადოქრული ერთადერთი დავიწყეთ ჩვენი თავის დასაცავად რაღაც ხო ხო და ეგრევე დაარტყა. აი ნახეთ უკვე რამდენმა დაიწყო ლაპარაკი, რამდენმა ამხილა და რამდენი გამოდის უკვე ილია მეორის წინააღმდეგ და ვიღაცები იძახიან რომ ვითომ პროპაგანდა ვრცელდება. პროპაგანდა არა ჭირი კიდე. რაც დათესეს იმას იმკიან. შო, ეგ არის მეტი არაფერი არ არის. ხო თამარ სულ მაგას ვამბობ, აბა ეხლა მაგას არ ვამბობდი. უფალი არ უშვებს თავის რჩეულებს ჯადოს არ აკარებს. ოდნავ შეიძლება კბილი გაჰკრას, მაგრამ არ აკარებს ჯადოს თავის რჩეულებს და რადგან უკვე რჩეულები არიან უმრავლესობა დარჩენილი, ჯადოები უკან მისდის ჯადოს გამკეთებელს, გესმის? და მაგიტომ ვამბობ, რომ გაფრთხილდნენ. ნუ ჩაიდენენ რაღაცა დესიდებილეს. მარინა წერს ხუთშაბათს არა 4 შაბათს შეიძლება ვცდები ჭიაკოკონობაზე
ხო, გავარკვიოთ, აბა. იქნებ ვინმე მიცოდეს ზუსტად რომელია დიდ ხუთშაბათს თუ დიდ ოთხშაბათს, რომელი დღეს ტარდება ჭია კოკონობა. და ჩაგვიგდოს. მოიცა მარიწერს კიდე რა, ხო თამარ და სანამ ჭია კოკონაზე გადახტებოდით, სახლიდან ვარდის ეკლებიანი წყეპლები ავსულებს მივირეკავდით ცეცხლში ჩასაწვავად. ლალიწერს ხუთშაბათს უბალი წყლით იბანენ. ჩქარობთ ეთყობა და შეცდომებს უშვებს და იმაში. ესე იგი, მარი როგორც გავიგე, სანამ ჭია კოკონობაზე გადახტებოდნენ, სახლიდან ვარდის ეკლებიანი წყეპლებით ავსულებს მივერეკებოდით ცეცხლში ჩასაწვავად. ესე იგი, ანუ ეკლებიანი ვარდის სიმებს დაიჭერეთ ყოფა ხელში და ესე გარეკავ გარეთ, ხო? შემოული სახლს და გარეკავ სულებს გარეთ, ხო? ხო ეგრეა? ხო, ნუ ვარდის ფოთლების დაწვაც არის კიდე ვარდის ფოთლების დაწვა. არა, თამარ, ცრუ მორწმუნეობა არ არის, ნახე, როდესაც ანგელოზები ასწავლიან ადამიანებს გაანდობენ, ანუ ჯერ სანამ დაეცემიან, ხო? სანამ ანგელოზები ასწავლიან ადამიანებს მაგიას, დამწერლობას, ლითონის დამზადებას და ფარმაციას, მათი მოწოდებულია, ეს არის ზეციური კანონზომიერებით მოწოდებულია ეს ინფორმაციები, რასაც მერე სურწმენა დაარქვეს, იმიტომ რომ ჯადოქრები დაწვეს, იმიტომ რომ ეგრე აწყობდა ეკლესიას რა. ჯადოქრებს შეეძლოთ ამ ეკლესიაზე ზეგავლენა მოეხდინათ. აი ამ ცოდნის მეშვეობით, მაგრამ რადგან ეკლესიას ძალაუფლება სურდა ოდითგანვე, ქრისტეს ამაღლების შემდეგ უკვე ეკლესია გადაიქცა სატანად, შევიდა შიგნით სატანის სული და ყველა ჯადოქარი გაანადგურა, კაციც და ქალიც უკი ვინმე ყოველი მეოთხე იყო კაცი და 4 ქალი. ანადგურებდნენ მასიურად ჯადოქრებს. ჯადოქრებს ეძახდნენ მეცნიერებს, ვისაც ეს ცოდნა ჰქონდათ. საქართველოში სხვათა შორის არსებობდნენ ასეთები ფუსტი რაინდები, რომლებიც ამ ცოდნებს იცავდნენ, მაგრამ ესეც ისინი დახოცეს და ის წიგნიც, რასაც იცავდნენ, ანუ ბიბლია რისგანაც შედგა, ის წიგნიც თვითონ წაიღეს. ამას ჩვენ გვამცნობს ბატონი აც გარდაცვლილი ღმერთმა ნათელში ამყოფოს ავთანდილ გიორგობიანი, მამა ავთანდილ გიორგობიანი და ქალბატონი გიული შალიკაშვილი, რომელმაც გამოსცეს წიგნი, აი როგორი სისხლის წვეთებით გამოსცეს, იცი, რომ ყველა ებრძოდა ამ წიგნის გამოშვებას და მაინც საბოლოოდ გამოსცეს წიგნი, სადაც მოთხრობილია ამ ამბების შესახებ. ესე იგი, ამ წიგნს ქვია რა საიდუმლოებას ინახავს რაჭის მთები. და იცოდეთ, რომ აი ეს წიგნი მე მგონია, რომ ყველამ უნდა წაიკითხოს ეს წიგნი, ვინც დაინტერესებულია ჭეშმარიტად რა ხდებოდა საქართველოში. ხო და ეს წიგნი არ იყიდება ყველგან, ქალბატონ მხოლოდ ქალბატონ გიულისთან შეგიძლიათ შეისყიდოთ ეს წიგნი და თუ კონტაქტი გაინტერესებთ, მომწერეთ პირადში და მე მოგწერთ ამ წიგნის შესახებ და ისა ტელეფონს და დაუკავშირით ქალბატონ გიულის. იმიტომ რომ ეს წიგნი უნდა გქონდეს ადამიანს წაკითხული, თუ მას აინტერესებს ოდნავ მაინც განდობილობის დონეზე რამხელა ინფორმაციები იკარგებოდა საქართველოში. და ეს ინფორმაციები რაც შემოგჭა, აი ბებიაჩემაც ძალიან ბევრი იცოდა და სამწუხაროდ არ მეუბნებოდა ხოლმე, იმიტომ რომ მეუბნებოდა რომ ყველამ თვითონ უნდა ისწავლოსო რა. ანუ ესე იგი როგორ ქონდა იცი ბებიაჩემს შელოცვა იცოდა თვითონ თავისი ნასწავლი და რო ვუთხარი რომ მეთქი რას ლაპარაკობ მეთქი მეც მასწავლე თქო
არა, ესო ყველამ თავისით უნდა ისწავლოსო. გესმის? რანაირად ისწავლა თვითონ არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისწავლა. იცოდა. ბავშვობიდან მახსოვს მეც ბებოსგან ჩვენ დავხტოდით ხოლმე ცეცხლზე 4 შაბათ ღამეს კი 5 შაბათი რომ შემოდის ჩვენთან ესე იყო. გასაგებია შორნა, ესე იგი 4 შაბათს ღამით დიდ ხუთშაბათობა რო იწყება, დიდი ხუთშაბათობა რო იწყება, იმ ღამეს უნდა გადაახტე ესე იგი. ხო, და აი ეს ცოდნები მეგობრებო, ცრურწმენები არ არის. წარმოიდგინეთ, მედია ფლობდა ზუსტად აი ამ ცოდნებს. მედია, რომელიც მკვდრებს აცოცხლებდა. ოღონდ სერიოზულად, ნამდვილად მკვდრებს აცოცხლებდა, როგორც ქრისტე. ის ცნობდა აი ამ მაგიურ ქიმიურ რაღაცა ნაერთებს, რომელთაც აცოცხლებდა მერე მკვდრებს. ეს არ არის ჯადოქრობა არ არის ეს არის მხოლოდ ცოდნის საკითხი მეგობრებო რა. 10 დღემდე მკვდარი ადამიანს შეუძლია დააუბრუნოს სული უკან. შეგიძლია თუ იცი ამის თუ გაქვს ამის განდობილობა ზეციდან. ხო და ქრისტე რო გვეუბნება უნდა დამემსგავსოთო, ეს დროც მოვა რომ ჩვენ დავემსგავსებით მას ერთ-ერთში. ჩვენც შევძლებთ მკვდრების გაცოცხლებას, დამერწმუნეთ, ეგრე იქნება. ქრისტეს სიტყვას წყალი არ გაუვა მეგობრებო, რაც ქრისტემ თქვა, ის მოხდება. და ქრისტემ თქვა, რომ თქვენ შეძლებთ იმდენს, რამდენიც მე შევძელი და ჩემზე მეც შეძლებთ. გესმით? ეს უნდა ვიცოდეთ, ნუ დაგვავიწყდება. ისე კი არ გავხდეთ, როგორც დღეს გვეუბნებიან, დავუშვათ ეკლესიიდან გამოვიტანეთ ეს დახლები, მერე რა მოხდება? აი ამ კითხვას არც უნდა ვსვავდეთ ხალხო, მერე რა მოხდება? რა შენი საქმეა, მერე რა მოხდება? მერე დაინახავ, მერე რაც მოხდება. გითხრა ქრისტემ, გააკეთე რა. რა გინდა, რა უდგას ამას წინ რომ გააკეთო? არა, ქრისტეები ხომ არა ვართ ჩვენც. ქრისტემ სხვათა შორის ვერ შეძლო მაგის გაკეთება. გადმოყარა დახლები, მაგრამ ვერ გამოიტანა ის დახლი გარეთ. იმიტომ რომ დღესაც იქ არის, ხედავთ? ანუ ქრისტეები რომ არ ვართო, რო იძახიან. უნდა გავხდეთ. ქრისტეზე უფრო მეტი უნდა შევძლოთ, გითხრა კაცმა. ჩემზე მეტი უნდა შეძლოთ და თუ კი ქრისტემ ვერ შეძლო დახლის გამოტანა ეკლესიიდან, ჩვენ უნდა შევძლოთ დახლის გამოტანა ეკლესიიდან. გესმით? არც ქრისტეს ვეჯიბრები და არც ქრისტეს ვუდგავად ჯინში. ვასრულებ მის სიტყვას. მითხრა ადამიანმა, შენ შეძლებ ჩემდენს და ჩემზე უფრო მეტს. მორჩა, ამას ჯიბრი და შეჯიბრება არ უნდა. ქართულ ხალხურ ზღაპრებში ხო არის თამარ ბალახი იპოვა, მოუსვა და გააცოცხლაო. კი, შორენა ეს არის ზღაპრების სახით გადმოგცეს, მერე დაგვიტოვეს ჩვენ ეს ცოდნები, თორე ზღაპრები რო არ დაარქმოდა ამას, ეს ამათ გაანადგურებდნენ სულ. დაწვავდნენ ჯადოქრებს, აი ხო აჭრიდნენ აგერ მთიან რეგიონებში ქალები სულ დაასახიჩრეს, ხო? ვისაც არ სურდა მკვლელებთან გაერთიანება. მკვლელები კიდე იყვნენ ისინი, ვითომ ქრისტიანები. მეგობრებო, ახლა ნამდვილად უნდა დაგემშვიდობოთ და გაკოცეთ ბევრი, ვიცი რომ ბევრი ხართ ახლა და მიყურებთ და გაინტერესებთ კიდე საუბრები, მაგრამ დავიღალე, თვალები მეხუჭება და პირით რაღაცნაირად ესე შეცდომებს ვლაპარაკის დროს. ასე რომ გაკოცეთ ყველას, მიყვარხართ ყველანი, ჩვენ ვართ აუცილებლად ერთმანეთის გადამრჩენელები და ეს უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ერთმანეთს გადავარჩენთ მხარში დგომით, ერთმანეთის მხარში დგომით. დიახ, ზღაპრებში და ლეგენდებშია გადამალული სიმართლე, მარინა, დიახ, ეგრეა. გაკოცეთ. კარგად.